ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსით ნიუ-იორკში წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა ომსა და მშვიდობაზე ოკუპანტის ხსენების გარეშე ილაპარაკა. მსოფლიო ლიდერებს 2008 წლის აგვისტოს ომი გაახსენა. ომში მყოფ უკრაინას კი მხარდაჭერა ისე გამოუცხადა, რუსული აგრესიის დასაგმობად დრო არ დაუკარგავს. სამაგიეროდ გაეროს ტრიბუნა ოცნების პრეზიდენტმა პარტიული პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად გამოიყენა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმის, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი, განაცხადა ყაველაშვილმა. საერთაშორისო პარტნიორებს საყვედური ტონით ამჯერად გლობალური ომის პარტიისა და დიპ სტეიტის ხსენების გარეშე ელაპარაკა. რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში ოცნების პრეზიდენტის გამოსვლას? გიორგი კიკაბიძემ მოისმინა შეფასებები და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. დიახ, დავიწყოთ ყაველაშვილის ბოლო ინტერვიუთი პროპაგანდისტულ მედიასთან. ივანიშვილის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა დონალდ ტრამპთან, თუმცა მიხეილ ყაველაშვილსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის ამსახველი არც ფოტო და არც ვიდეო მასალა არ გავრცელებულა. თუ ყაველაშვილს დავუჯერებ, ტრამპისგან მიიღო დაპირება, რომ მასთან კონტაქტზე გავა და დაუკავშირდება კიდევაც. სწორედ ამ იმედით ბრუნდება ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოში. გაგახსენებთ, რომ სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა გაუგზავნა ღია წერილი ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპს, სადაც სინანულს გამოხატავდა არასაკმარისი დაინტერესების გამო და იქვე ამბობდა, რომ ტრამპის მისწრაფება რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად არ იქნება გულწრფელი, თუ საქართველოს მიმართ მსგავსი არამეგობრული დამოკიდებულება ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს. საინტერესებს ვახშამი, რომელიც გამართა ამერიკის პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა, მცირე შეხვედრა, რა თქმა უნდა, მასთან მისალმება ჰქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განუცხადე, რომ დრო არის, რომ დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან. მან გამიმეორა, დიახ, მიხედავს ამ საკითხს. შემდეგ მე კიდევ გავიმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს და ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება და დაველოდოთ მის პასუხს. ეს იყო მისი პასუხი, მქონდა არაერთი, ასე ვთქვათ, სხვა შეხვედრებიც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან, ძალიან თბილი ურთიერთობები. პოლიტიკურ წრეებში კი განხილვის თემაა ყაველაშვილის გაეროში გამოსვლა. მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისე ილაპარაკა, რომ რუსეთის საერთოდ არ უხსენებია, 12 წუთიან გამოსვლაში არც სიტყვა ოკუპაცია გამოუყენებია. ასევე არ ულაპარაკია შეთქმულების თეორიების შესახებ დიპ სტეიტსა და გლობალური ომის პარტიაზე, რაზეც ქართული ოცნების მთავრობა ქვეყნის შიგნით მუდმივად საუბრობს. ეს იყო ღალატის სიტყვით გამოსვლა, ვინაიდან საქართველოსთან და აფხაზეთთან მიმართებაში მან გამოიყენა სიტყვა კონფლიქტი, ეს თითქოს ეთნოკონფლიქტად წარმოაჩინა და არა ოკუპაციად, არ ახსენა რუსეთი და რუსეთის ქება პირდაპირ ვერ შეძლო, თუმცა ახსენა მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი, რაც ცხადია გულისხმობს იმას, რომ რუსეთი უნდა იყოს საპირწონე ამერიკის და დანარჩენი სახელმწიფოების, აი ეს იგულისხმა. ამიტომ ისინი ღიად არ საუბრობენ რუსეთის კრიტიკა, ანუ ღიად არ საუბრობენ რუსეთის წინააღმდეგ და პირიქით ცდილობენ აი ამ გეოპოლიტიკურ ჭრილში შეფუთონ მათი პოზიციები. ის საუბრობდა ზუსტად ასევე იმ ფორმით, როგორც საუბრობდა ბელარუსია 2020 წელს, როდესაც ის ავტოკრატიისკენ დგამდა ნაბიჯებს და საქართველოს ქართველი ხალხის მისწრაფება ევროკავშირში და ნატოში იყოს გაწევრიანებული, რომელიც 80%-ზე მეტი არის ბოლო წლებში განსაკუთრებით. აი ამ მიმართულებით მას არ ქონია არც ერთი განცხადება, ილაპარაკა მსოფლიო მშვიდობაზე, ისეთი ზუსტად იმ ფორმით, როგორც პუტინი ლაპარაკობს, რომელიც უკანად დგას ადამიანების მკვლელობა წლებია უკვე უკრაინაში. როდესაც საუბრობ ჩვენ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტზე, გასაგებია, რომ ჩვენთვის ის არალეგიტიმური გახავთ, მაგრამ ზოგადად ის წარმოადგენს საქართველოს, ესე არის ფორმალურად მიტაცებული აქვს აუქლებად ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ეს ადამიანი არასოდეს არ ახსენებს თავარ საფრთხეს, რომელიც არის არა მხოლოდ საერთაშორისო თვალსაზრისით მშვიდობისთვის, არამედ ჩვენ რეგიონში მშვიდობისთვის, ის მუდმივად საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც აშკარად მოდის არა რუსეთიდან, არამედ როგორც ჩანს ავრცელებს ხომ ესე რუსულ ნარატივებს, რომ თითქოს და სხვა აქტორები და მათ შორის დასავლეთი არის ხომ დამნაშავე იმაში, რომ ამ რეგიონში მიდის ხომ სამომარი მოქმედებები და რუსეთის აღხსენება არის უბრალოდ თავარი გეოპოლიტიკური ფაქტის დამალვა, თუ რა არის საფრთხე მშვიდობის უკრაინაში, რა არის საფრთხე მშვიდობის საქართველოში და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ყველა ხედავს და გასაგებია, რომ ამ რუსული ნარატივების გავრცელებით, ამ არაფრის მომცემი მათ შორის ფრაზებით ივანიშვილის ბანდა არის ქცეული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ივანიშვილის რუსეთის ხელში.
გაეროში ივანიშვილის წარმომადგენლების ვიზიტი ისე დასრულდა, რომ მაღალი დონის შეხვედრები ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან არ გამართულა. ამერიკაში მყოფი მაკა ბოჭორიშვილი არც იმ ვახშამზე მიიწვიეს, რომელიც მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით გაიმართა. ცნობისთვის ამ შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები.